ბორჯომის დრო მოვიდა. ცხაპული სუნი აქვს. ძველი გაცოცხლებული რეცეპტები, რომლის გათანამედროვებაც მოხდათ. ძალიან გემრიელია. ახალია თბილი. ხალხი ზამთარზაფხულ ამაზე ხოცავენ ერთმანეთს რიგში. რა სიტყვილაშა. სამწუხარო. ნახე რა თხელია, ნახე. რა იქნება ლაშას მენიუ, ამას რამდენიმე წამში გაიგებთ. შური უნდა ვიძიო. რა? და ბორჯომის დრო მოვიდა. ეს ეპიზოდი მთლიანად ბორჯომს მიეძღვნება, მაგრამ გზად ძალიან მინდოდა რომ გაგვესინჯა ნაზუქი. ნაზუქის გასინჯვა არც ერთ ეპიზოდში არ გვაქვს. ძალიან მიყვარს, ზოგადად პურფუნთუშეული ხომ მიყვარს და ნაზუქი გამორჩეულია, იმიტომ რომ ჩემი ბებო აკეთებდა. შევეცადე მომეძიებინა, სად არის ესე გემრიელი სახელგანთქმული ნაზუქი. ნაცნობებისგან ვერაფერი გავიგე და ინტერნეტში რაც დავსერჩე, ნატიფი ამოაგდო ყველგან. მოკლედ, მოვედით ნატიფში, რომელსაც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ფილიალი აქვს. ხაშურის ბაზართან არის ეს კონკრეტული, სურამში და ხაშურში აქვს და საინტერესოა მისი შექმნის ისტორიაც, როგორც მისმა დამფუძნებლებმა სალომემ და ირაკლიმ მომიყვნენ, დავრეკერონებართვა ამეღო გადაღების. მოკლედ, ბევრი იძიეს ნაზუქის რეცეპტები, ბევრი ცდები ვატარეთო, ბევრი გადავყარეთო, რომ მიგვეღო ის გემო, რაც ახლა გვაქვსო და არ მიჭამია დილიდან და ძალიან მაინტერესებს. სახელიც საინტერესოა, იმიტომ რომ ნატიფი თურმე ძველ ქართულად ქვია ნაზუქს და მერე მოხდა სახელის შეცვლა. სპარსებმა გადაარქვეს სპარსელები. გავსინჯოთ ნატიფი, ანუ ნაზუქი. ნატიფის ნაზუქი კი არა, ნატიფი პირდაპირ. ახალია თბილი. ეს ბევრია. არა, ამდენის. კაჩიკოტა, რამდენია თბილი. აიმე, ძალიან დიდი მადლობა. ჩვეულებრივი ნაზუქი. და აქეთ გვაქვს უსაფუაროები. ძალიან კარგად გამოიყურება ოქროსფრად და პრიალად. ფუმფულა ცომი უგემრიელესია. ფიშმიში ძალიან უხდება. ისეთია, ძალიან ტკბილი არ არის. ერთალ შეჭამშია. შია. ნახე ძალიან თეთრი არ არის ცომი, ეგეთი უნდა იყოს. თარიჩინიც იგრძნობა და აი ძალიან უხდება. ფორიაში მივდივართ ბორჯომის გზაზე და მე მგონი იქამდე ძალიან ბევრს შევჭამ. ნახე უსაფუარო. უკვე ისეთია უფრო. ყარი და კნაწუნა. ორწყობილისკენ მიაქვს. კარგია ესეც. ნაზუქის გემოზე თუ შეჭამ, შეიძლება ის არ იყოს, მაგრამ ცალკე ორწყობილას არის ძალიან გემრიელი. ეგ ერთ-ერთი სახეობა არის კოლუმბი. უძველესი სახეობაა ნაზუქის. მაგის რეცეპტი თითქმის აღარ არის შემორჩენილი. ეს ყოფილა უძველესი სახეობა, აი ესეთი. უსაფუარო და ყელი შედარებით. მოკლედ, მაგარია ძველი გაცოცხლებული რეცეპტები, რომლის გათანამედროვებაც მოხდა და გემრიელი ნაზუქი შეიქმნა. ბორჯომის გზაზე, ახალდაბაში არის ესეთი ადგილი, რომელსაც ქვია ფორია და რომელიც 30 წელია არსებობს. ამასობაში გაფართოვდა ახალი და უფრო გაპრანჭული შენობა დაამატეს, მაგრამ მე და ლაშამ გადავწყვიტეთ ძველში დავსხდეთ და ლაშას მენიუ შევკვეთოთ. რა იქნება ლაშას მენიუ, ამას რამდენიმე წამში გაიგებთ. მე მახსოვს, აქ რიგში ისეთი ამბავი ატყდა უცებ ვიღაცამ არ დაიცვა, რიგი 1-30 კაცი იდგა. ისე იჭუბეს. მე მეგონა შემოაკვდებოდათ ერთმანეთს. უყურე. ცხაპული სუნი აქვს.
ბაკურიანში წამსვლელი და წამამსვლელი ხალხი ზამთარ ზაფხულ ამაზე ხოცავენ ერთმანეთს რიგში. ეხლა ბაკურიანის სეზონი არ არის და რიგი არ არის. ეს ძველი შენობა სხვა არის არა ბაშა? ძალიან კაი ყველია და ძალიან კარგი ცომი. ზევიდან ცხიმი რო არ უშია. მიყვარს. ეკლა. აღმოჩნდა რომ ჩემი ლაში გვაქვს დადის 15 წელი. ძალიან კარგი კომბინაცია. კარგია ეკალა, კარგად არის შეზავებული და კარგი კნაწუნა ესეთი. წვრილად არ არის დაჭრილი მსუყე. მცენარეები გვხვდება. ჯერ საწებელის გარეშე გავსინჯავ, ხო იცი, კაი მწონდი მე საწებელის გარეშე მიყვარს. მოკლედ, მე უნდა ვაღიარო, რომ ფორიაზე გავიგე ლაშასგან. და პირველად რო უთხრა, ხო იციო ფორია და არა მეთქი და რა? აი ეგეთი რეაქცია ქონა. თან კაია. ოდით წვნიანი არ არის გამომშრალი. მარილი აქვს გადასარევად. აი ხო იცი მე არ მეყვარს საერთოდ ძალიან მარილიანი საჭმელი რა. ზომაზე მეტი ეგრევე მემლაშება, მაგრამ წაცხო ცოტა მოხდება. პრასის საწებელი. ამის გარეშე მერჩევნია მე იგა ბასილაიას მინდა მიმართო ჩვენს გამომწერს რომ ამჯერად ჯერ ლაშა მჭამა და მერე მე ლაშა ნაჭამი ბორჯომის თავარი ღირსშესანიშნაობა ბორჯომის პარკია. ამ სეზონზე ისეთი ლამაზი აღარ არის, საფხულში უფრო ლამაზია და შემოდგომაზე, და ნუ გაზაფხულზეც. უკვე ხრიოკია და საკმაოდ ცივა და სუსხია, მაგრამ მაინც კარგია და პარკში გამოისერინეთ აუცილებლად. მოვედით პირდაპირ. თუ რა ლაშამ მომიშორა ესე ჩაწერეო მითხრა, მოვედი პირდაპირ. ეკატერინეს წყაროს ეძახიან ამ ადგილს. დღეს სელფის რუბრიკაში ვილაპარაკებთ ბორჯომის წყალზე, რომელიც საქართველოს სიმდიდრეა და ცალკე ბრენდი ბორჯომი არის უძველესი ბრენდი ამიერკავკასიაში. 135 თუ 140 წლის წინ დაიწყო პირველად ბორჯომის ჩამოსხმა. მინერალური წყალი ბორჯომი, რომელიც ბუნებრივად ოდნავ გაზიანია და თბილი, რომელიც ამოდის დაახლოებით 8 კილომეტრის სიღრმიდან, 8000 მეტრის სიღრმიდან, გადის ვულკანურ ქანებს, მინერალებს და ზუსტად მაგ დროს იძენს იმ ძალიან სასარგებლო თვისებებს, რაც აქვს ბორჯომს. ეკატერინეს წყარო ამ ადგილს იმიტომ დაერქვა, რომ რუსეთის მეფის ნაცვალმა თავისი ავადმყოფი შვილი ჩამოიყვანა ბორჯომში. ძალიან ცუდად იყო ეკატერინე ერქვა და უმკურნალა ბორჯომის წყლით. თვითონ მინერალური წყლის ისტორია იწყება დაახლოებით 2000 წლის წინ, იმიტომ რომ აქ პირველი საუკუნით დათარიღებული ქვებია ნაპოვნი, რომლითაც აბაზანები და ავზები იყო აშენებული და სავარაუდოდ მაშინაც გამოიყენებოდა სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის მინერალური წყალი. მერე მივიწყებას მიეცა და მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე ორი საბადო იპოვეს და აქედან იწყება ბორჯომის როგორც ბრენდის ისტორია. რუსეთის იმპერიაში ძალიან ცნობილი გახდა მე-19 საუკუნის
ბოლოს და უკვე შემდეგ უკვე მხოლოდ რუსეთში არა ხდებოდა მისი ექსპორტი და გატანა პარიზში, ბერლინში, ირანში, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. დღეს თუ არ ვცდები 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ბორჯომი და ლეგენდაც არსებობს ბორჯომის წყლის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ლეგენდა მოგვითხრობს შემდეგს, რომ მონადირეებმა ბორჯომის ტყეში ესეთი დაკვირვება აწარმოეს, რომ ცხენებს როცა ასვენებდნენ და ასმევდნენ ბორჯომის წყალს, განსაკუთრებით სწრაფად აღიდგენდნენ ხოლმე ცხენები ძალებს. და მეორე ვერსია კიდევ ამ ლეგენდის, რომ დაჭრილი ირემი მონადირეების თვალწინ უცებ განიკურნა მას შემდეგ, რაც ბორჯომის წყალი დალია. ზაფხულში აქ ისეთი სიცოცხლე ჩქეფს ხოლმე და არც თუ ისე გემოვნებიანი ჯიხურები და ატრაქციებია გაშენებული. დავბრუნდი უკან, ეხლა გავსინჯო წყალს ეშვით. იმიტომ რომ ჭიქა და ბოთლი არ წამომიღია. გასინჯული მაქვს ზუსტად ამ წყაროდან მანამდეც და ეს ოდნავ თბილი როა და ბუნებრივად გაზიანი, გაზიც ცოტა აქვს შესაბამისად. არც ისე სასიამოვნო დასალევია. ბორჯომი, როგორც ვიცი, თლადმენდობით ექიმს კითხეთ მაინც. ძალიან სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის და ნუ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. თბილია. ბებოსთან და ბაბუსთან ერთად გამარჯობა ლაშა. ვისვენებდი ხოლმე პარკის თავზე იყო ტურბაზა, ეგეთი ტურბაზას ეძახდნენ. რაღაც სანატორიუმი თუ სასტუმრო, მოკლედ ძველი აშენებული შენობა სასტუმროიო. და ყოველდღე გვასმევდა ხოლმე ბებო მე ჩემ დეიდაშვილს და ჩემ ბიძაშვილს ამ თბილ წყალს. მაშინ ბზულდა გემო და ეხლა რაღაც მესიამოვნო ბავშვობის გემო გამახსენთ. ლაშა მოდი დალიე. რა უნდა გელაპარაკოს კაცი? ბორჯომში რო ბორჯომს წყაროდან არ დალევ. დაუწერეთ ლაშას კომენტარებში. რა უხერხულია. პარკის შესასვლელში არის ულამაზესი ფირუზის ფერის სახლი, რომელსაც ფირუზა ერქვა თვითონ სახლს. მირზა რიზა ხანის ირანის კონსულის აშენებულია 1892 წელს. ახლა არის სასტუმრო შიგნით. მისი აგარაკივით იყო მისთვის განკუთვნილი დასასვენებელი ადგილი. შიგნითაც საკმაოდ ლამაზია. როგორი ეზო აქვს. ბორჯომის შესასვლელში იხსნება სმარტი. ხო და ყავასაც იქ დავლევთ. გახსნაზეც მივალთ და საღამოს წავალთ სავახშმოდ. კაფე იგი, ესე ქვია საღამოს ჩვენი ვახშმის წერტილს. რას გავსინჯავთ ჯერ არ ვიცი. საერთოდაც ბორჯომში დიდი არჩევანი არ არის საკვები ობიექტების. რა სიტყვი ლაშა. სამწუხაროა. ძალიან მალე. აღალთ 20,000 გამომწერზე. მალე რო ავიდეთ, თუ შეიძლება გამოიწერეთ რეჰანი. ძალიან დაგვეხმარებით, იმიტომ რომ 20,000 გამომწერზე რომ ავალთ, გამოვაჩენთ ლაშას, ვაჭმევთ კამერის წინ და საერთოდაც 20,000 რო შესრულდება, მე გადავიღებ იმ ეპიზოდს და ლაშა შეჭამს. და თან შური უნდა ვიძიო, უჟმური სახით გადავუღებ ხოლმე ყოველთვის. და რამეს რო იტყვის კამერაში, მე რეაქცია არ მექნება კამერს უკან. კაი. ნახავ შენს ბუმბულს გაშლილს გაფანტულს ველად. ესეც ახალი სმარტი.
ბაკურიანის გზაზე ბორჯომის შემოსასვლელთან და ალბათ მთელ ზამთარს აქ გავატარებ. ლენტიც გაიჭრება მალე. ესე იგი, რა ხდება ვნახოთ აქ. აბა, ნახე. რასაყვარლობა, კუწუ, ესეთი მაისური მაქვს, ფლისი, სასრიალო. ზამთარს მიუძღვნეს. გერგი იყოს ამერიკანო. წამოეხა ჩვენი ავტო ვნახოთ. აქაც არის გადაკეცილი ხაჭაპური და გავსინჯოთ. რა შვები, გააკეთე აქაც ხაჭაპურილობიანი. არ გაგისინჯა? აქ არა, ისახო გვაქვს. აქაცა ბორჯომში კეთთან აქაურობა მე ისედაც მიყვარს რა. აქეთ ბორჯომში რომ მოვდივარ ბაკურიანში ერთ-ერთ სახაჭაპურებს სტუმრობ ხოლმე. ძალიან მიყვარს და მინდა რომ ეხლა კონკურენტი. სამწუხაროდ ეგრე აი გამოვა. მოდი თქვი რომ სახაჭაპურეს ჩვენ ერთი ორია გადავიდეთ. ორია საჭაპური მიყვარს. ფეჩის რიტუალი მიყვარს ფეჩი რო აცხობ. ხო, აი მიდი დაგაბრუნე. წავით და წავალ მე კიდე გავისეირნებ. კეცილი მინდა თუ შეიძლება ერთი გადასაკეცხო. ხაჭაპური. ესე გამოიყურება ჩვენი ავტოს კეცილი. ნახე რა თხელია, ნახე. აია, აღავთო. აქედან წავალ ვახშამზე. რომ მომშვიდება ოდესმე. ესეც იგი, რომელიც ბორჯომის პარკის სიახლოვეს მდებარეობს ხიდთან. ცოტა უფრო გაბრანჭული ადგილია. ნახოთ აბა, ავარჩიოთ აქ რას გავსინჯავთ. ესეც პატარა და მყუდრო საყვარელი კაფე იგი. ვიკითხეთ. ყველაზე ხშირად რა კერძებს უყვეთავენ მეთქი და ერთ-ერთი აღმოჩნდა ხინკლუკა პილპილის соуში და არჩევანი გავაკეთეთ ამაზე მედალაშა. და კიდევ გავსინჯავთ კალმახს, ვაზის ფოთოლში გამომცხვარს ბრინჯით, რომელიც ასევე საინტერესო ჟღერდა და ამიტომ შევუყვეთეთ. აბა ვნახოთ. ძალიან გემრიელია. პილპილის соуსი ცოტა მეტად ნაღების არომატისკენ მიდის, მაგრამ პრინციპში ნაღების შემადგენელი ნაწილია. მადლობა. სომიც კაია, შიგთავსიც კაია და ცხოვრებაც კაია. წითელი ტუჩსაცხით რო ვჭამ, ვაშა. რაღაცნაირად არის გამომცხვარი, მთლიანი თევზი არ არის და ეს ამბავი მომეწონა. კბილებიდან გამოსვლელად. ბრინჯი მიყვარს. თევზს უხდება, ლიმონიც უხდება, მაშარაფი. გარეშე უფრო მომეწონა. ძალიან კაია. რაღაცნაირი მძაფრი გემოაქვს. მე ხო თევზი მიყვარს. კალმახი ნაკლებად, იმიტომ რომ აი თევზის სიმძაფრე არ იგრძნობა, ცოტა ისეთი თევზია კალმახი და ამაში იგრძნობა და ეგ მომეწონა. მარტყობა გამომცხვარი როა, შენარჩუნებული აქვს არომატები თუ რა არის. შენ მწვარი თევზის კერძები ისე ძალიან არ მეყვარს რა. მგელი ფაფუგე. ბრინჯი ფანტია. კარგი ყოფილა. აფე იგი ბორჯომის ეპიზოდი დასრულებულია. თუ რეჰანის კვალს გამოყვებით ბორჯომში, მოგწერეთ თქვენი უკუკავშირი. როგორ მოგეწონებათ? მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ? აქედან მივდივართ რაჭაში.